სტარტაპების პროგრამის მორიგი პრეზენტაცია რაჭის რეგიონში გაიმართა. პროგრამის კოორდინატორებმა ამბროლაურში შეკრებილ მოსახლეობას პროგრამის, მასში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. ხალხი ძალიან დაინტერესებულია ამ პროექტით და ეს კიდევ ერთხელ გვარცხნევს, რომ აღნიშნული პროექტი იქნება წარმატებული და ძალიან საინტერესო სტარტაპები შეგვიძლია ვიხილოთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ დავინახეთ, რომ ამ პროექტის განხორციელების საჭიროება არის. კარგად ვიცი ის შემოქმედებითი აქტიურობა, რაც რაჭველებს, სვანებს, ლეჩხუმებს გააჩნიათ. ძალიან მიხარია, რომ დღეს პრეზენტაცია გქონდა ამ რეგიონში, ინტერესი დიდია და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს ხანებში ალბათ რამოდენიმე პროექტი რეგიონში აუცილებლად განხორციელდება.